თანამედროვე ომზე როცა ვსაუბრობ, თანამედროვე ომებს რამ დაუდო საფუძველი და იგივე თანამედროვე სამხედრო ტექნიკის განვითარების კუთხით რა იყო მთავარი მაინცირებელი ფაქტორი. ეს იყო ცივი ომი. თითქოს დამშვიდობიანი ხანგრძლივი პერიოდი, როცა მილიარდობით დოლარი იგივე დასავლეთის მხარეს და აქეთ საბჭოთა ფული იდებოდა მაშინ შეიარაღების მანეთი იხარჯებოდა სამხედრო ტექნოლოგიების შემუშავებაზე, მოწინააღმდეგე ბანაკის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების მოპარვაზე, რაღაცების გადმოკოპირებაზე, უკუინჟინერიის მიმართულებით ხდებოდა სამხედრო ტექნიკის განვითარება, შეიარაღების შემუშავება და ასე შემდეგ და პრაქტიკულად ცივი ომის პერიოდია ის პერიოდი, როდესაც საფუძველი დაედო დაპროექტდა და მთელი რიგი სისტემები წარმოებაში გავიდა, ან თუნდაც ჩანაფიქრის დონეზე მოხდა მათი შემუშავება იმ საბრძოლო სისტემებისა, ერთობლიობაში გულისხმობ ავიაციაც, არტილერიაც, ჯავშან ტექნიკაც, ყველაფერი, რომელსაც დღეს ვხედავთ ბრძოლის ველზე. მაგალითად, კონცეპტუალურ დონეზე თანამედროვე მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-22 კონცეფცია მისი სწორედ ცივი ომის ბოლო ეტაპზე 80-იან წლებში მოხდა მისი ჩამოყალიბება. აღარ ვსაუბრობ ისეთ თვითმფრინავებზე, როგორც არის F-16 და F-15, რომელიც ცივი ომის პერიოდის თვითმფრინავებია და მაშინ დაიწყო მათი პირველადი მოდიფიკაცია. ბევრს გონია ხოლმე რა თითქოს ახალი შექმნა, მაგრამ რეალურად საკმაოდ მოდიფიკაციები არის მხოლოდ ახალი და ექვემდებარება ღრმა მოდერნიზაციას და კიდე რამდენიმე ათეული წელი იქნება შეიარაღებაში.